რამხელა იყვირა. არა, მე არ მიყვირია, ისე იყო. ხო გაითიშა, უცებ რომ ჩავხდები იმის ვიდეო ამოვარ და ეს რო არის. ნინა დრამა და ის ბიჭი რო არიან. ხო დეტყვა ეგ ვიდეო მაგის ხმა იყო. კარი არის? დედა მაგით ვერ გამევიცანი? არა გო. შენი შეყვარებული მოვტყანო. სამყავ შეყვარებული. რა შვებიო? სახში ხარ? არა. იქა კარგი ასულიყავი? მე მეგონა სამსახურში. დავამთავრე 10-ზე. აჰა. დაამთავრე, კაი ნაბანავები ხარ, ხო? თუ მეჩვენება? ეხლა ვიბანავე, ხო? ხო, კაი გაფრთხიალებული ხარ. მაგრამ თვალები რაფერი დაღლილია, კვაიმიტი და შეყვარებული მეთქი, კითხვა მაინც ისწავლე შესაძოდაო. ყვარებული. ის გამოგიგზავნე. ეგან voice გამოგიგზავნე რაღაც ვიდეო რო ქონდებული. იმაზე გავწარდე, იმ გოგოს რო იმას ვიდეოს უღებ და ხვალ დედის ტარაკმა დავაფალწე, ის რა ვიდეო უნდა. ესე მოგიტანს კურიერი, როგორ უნდა გამოვართო, როგორ უნდა წამოესხნენ კარი, მითხარით თქვენ. ვოლტის სამსახური რო ხართ. აი ამას ვასაქმებთ თქვენ სამსახურში, ვოლტი. ესე რომ მოგიტანს ხინკალს, აი ეს აზელის და ათქვეფის, როგორ უნდა წამო, მითხარით თქვენ ახლა ეს. და გამაგებინოთ უბრალოდ რა. დავაფალწე, ის რა ვიდეო უნდა ჩავწერო. აუ მე ჩემეცო და გოგო არის ხო ის? ვაიმე საწყალი თვალებით უყურებ. ანუ რაღაცას გეტყვით. 100,000 თანაზე. ქალო დამალაპარაკე. ხო მე დაელაპარაკე. 1000-ობით და 100,000-ობით ქართველი ევროპაში არის და მუშაობენ, რომლებიც ენა არ იციან და საერთოდ არც ინგლისური არ იციან და მუშაობენ და ევროპას მსგავსი არ გაუკეთებია, რომ რაიო? ჩუმად რა გალაპარაკო? რა ვიცი, გამემეკიდე და ვაი მე ის როხა კაცი. ქალო რო ლაპარაკობი, რო ვიყავი ხასიათზე, მაშინ გაჩერებული. ხო, ის ნაგავი, ვითომ უღირდა, ახლა ეს ყველაფერი ბავშვის ვაიმე დამეწვა გული. ვაიმე როგორ იყურებოდა ღმერთო. თვალებში, აი არიან ადამიანები, ვის თვალებში წაიკითხავ მათ ცხოვრებას, გეფიცებით. მე მაგას მივხვდი როდის იცით? როდესაც თავშესაფარში ჩავბადით, ჩიგით შეგვიყვანენ და პირველად ცხოვრებაში ვნახე სუდანელი ქალები. სუდანელი ქალები ვნახე პირველად ახლოს. ბავშვ მაგათ თვალებში გეფიცებით. ანუ სუდანელი ქალების თვალებში ამოიკითხავთ მათ ტანჯულ ცხოვრებას. მაგრამ პატი უდასეს თავის სამსახურში. გასაგები არის, სოფი, არ არის სასიამოვნო, ხო? კი, მესმის, რომ არასწორად მოიტანა ხინკალი, მაგრამ ყველა ადამიანს შეიძლება დაემართოს შეცდომა, როდესაც სამსახურში ახალი ხარ თუნდაც, ხო? და მაგ ერთი შეცდომის გამო ამხელა რაღაცა ბავშვის დამცირება და ამ მდგომარეობაში გამოჩენა არ იყო ნამდვილად საჭირო და მოსაწონი აქ არაფერი არ არის. ხო, აი ხო, ოკეი, ცუდად მოიტანა, ხო? ეთქვა რაღაცა საჩივარი დაეწერა გლოვოში დაუბრუნებდნენ თანხას. არ არსებობს გლოვო მაგ დროს თანხა რო არ დააბრუნოს. რა დუღირდა რომ ესეთი რაღაცა გააკეთა, მე ვერ ხვდები უბრალოდ. ვაიმე, ყველას მოდის ადამიანო შეცდომა, ეხა რატო ცდილობთ რომ რაღაცა იმათ გახადოთ დიდ ტრაგედიად.
ხო, იქნებოდა არის ცოდა, კაცო, იმ ბავშვმა რა იყო შიგნით. ან თუნდაც ოკეი, ცოდნოდა, შეცდომა დაუშვა, ხო? ანუ ერთხელ დაუშვა შეცდომა დაუწერე, ხო, მიწერე საფორთს, რომ ესე მომიტანა და ხო, რაღაცა მე არ მივიღებ ამ რაღაც მას შეკვეთას და ესე რა ქვია, მეორედ ახლა არ გააკეთებ ეგეთ რაღაცას ის რა თუნდოდა ამ ხელა ამბის ატეხვა, ხო? სარასაჭირო იყო. რატო თქვენთან არ ქართულ კურიერს არ მოუტანია შეკვეთა ცუდად? მე მაგალითად ჩემთვის მოუტანიათ 2 პიცა და ორივე და პიცის ზედაპირი იყო გადმოსული. ხო, ანუ მაგის გამო ბავშვის ესეთი დამცირება, ჩემთვის ბავშვი არის ახლა ის გოგო. ნუ უღირდა იმ თვალებს, რო შეხედავ ადამიანი ახლა როგორ შეიძლება რავი, რა გული უნდა გქონდეს ისეთი, რომ არ შეგეცოდოს. მე უბრალოდ ვერ ხვდები, მაგრამ გეთანხმებით, ახლა არსებობს ხალხი და არსებობენ ადამიანები. ადამიანებს ნებისმიერ ადამიანს შეეცოდება, ხო, ის რო შეხედავს იმას. კი, ხო, მესმის ძალიან რთული არის ელოდების საჭმელს იმდენი ხანი მერე მოვა და მერე ესეთ, ხო, ჯერ ეს ერთი ხინკალი არის, ხინკალი არც გაფუჭდებოდა მაგ მდგომარეობაში, ჩემო კარგო. ხო, გოგო, ბავშვია დამეწვა გული. რა უბედურება არის. ესაც იცის ხალხმა, რომ მუშაობენ, ხო, ინდუელები. მე რა მოხდა, რა პრობლემა არის, ვერ გავიგე, ქართველები არ მუშაობენ უცხოეთში? წარმოიდგინე, რა გაჭირვება უნდა გქონდეს ვიღაცას, რომ საქართველოს ჩამოვიდეს სამუშაოდ. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ის საიდან არის ჩამოსული სამუშაოდ? რა პირობებიდან არის ჩამოსული სამუშაოდ, როგორი ბავშვობა გაქონდა მას, როგორი ცხოვრება გამოვლილი, რომ საქართველოში არის სამუშაოდ ჩამოსული. მისთვის საქართველო არის როგორც ჩვენთვის ამერიკა ისე. მესმის ხო არ არის სასიამოვნო, რომ ვიღაცას არ მოწონს ის, რომ ვერ აგნებენ მისამართს და უჭირთ ძალიან მოგნება და მართლა ხო ჩვენ ცოტა ქართველები ძალიან ისეთი განერვიულებული ხალხი ვარ და ფეთქებადები და უცებ გვეშლება ნერვები. მაგრამ იმის გამო რომ ინდუელი არის და თქვა რომ ვიღაცა ბიჭის ვიდეო ნახე და მეზიზღებაო რომ მოაქვთო ისო რა ქვია საჭმელი ჩემთანო. ანუ და რაღაც შავი სკამი მაქვს დადებული და მაღაზიო ვატოვებიო და მე პარკსო დეზინფექციას უკეთებო. რაღაცა შეჩეტობდა. აი ხალხო რატო ივიწყებთ იმას რომ ნახევარ საქართველოს ემიგრაციით უდგას სული. ნუ ხო არ არის ხა კარგი დიდი ნაკადით შემოსვლა ამ უცხოელების, მაგრამ ეგენაცვალებ მთავრობის პრობლემა არის, მთავრობა უნდა მოაგვაროს ეგ. გავიგე მე ვინმე პატიოს ემიგრაციაში ქართველებს რამეს. რატო არ პატიობენ ჩემო კარგო? რატო არ პატიობენ? ხალხი წლები არის თურქეთში მუშაობდა. რამდენისთვის აქვს თურქებს პატივი, ნაცემ მე ძალიან ბევრი ისტორიები ვიცი. რამდენიც ოპერაციები გაუკეთებიან, დახმარებიან. დაჟე მე ვიცი, ისა რა ქვია, ერთი ქალი მისი შვილს ქორწილი გადაუხადა მისმა უფროსებმა, ვისაც მუშაობდა. აგერ საბერძნეთში ამდენი ხანი არიან, იტალიაში ამდენი ხანია, რატო არა? რატო რამდენიც უციათ პატივი? გაიხარე ჩემო კარგო. ცუდი ისტორიებიც არის, რა თქმა უნდა არის ცუდი ისტორია, მაგრამ კარგებიც ხო არის. მარტო ცუდზე არ უნდა გავაკეთოთ ყოველთვის აქცენტი, მეგობრებო, იმიტომ რომ ყველა ცუდი და ყველაფერი ცუდი არ არის.
მეც არ მომწონს აქ ის რომ მიგრანტებს თავზე აქვს გადაჯმული და საშინელებებს ჩადიან, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა მიგრანტი ცუდი არის. ძალიან ბევრი ცდილობს იმუშაოს, რაღაცა საკუთარი შემოსავალი კონდეს, რაღაცა თავისთვის ცხოვრობენ. და რაღაც კატეგორია იქცევა ძალიან ცუდად და საშინლად და რა უნდა ქნას ახლა ბელგიამ, რომ ადგენს და ყველას მოკიდოს ხელი და გაყაროს ქვეყნიდან. სხვა რა დააშავა, ხო? მე რა დავაშავე, რომელიც არაფერს არ ვაშავებ, საერთოდ სიგარეტის ნამწვავსაც კი არ ვაგდებ ქუჩაში. ყველა ერთი არ არის. და ყველა ცუდი არ არის კიდე. მე პაკისტანელი მეგობარი მყავდა, ნახევრად პაკისტანელი იყო, ნახევრად ავღანელი იყო. მაგრამ იმ ბიჭმა ისეთი პატივი მცა ახალი გადმოსული რო ვიყავი. მაგრამ როგორ შეიძლება მე იმ ადამიანს პატივისცემა დავუკარგო? და მეორე კიდე ერთი ავღანელი მყავდა კლასელი, იმანაც იმდენი პატივი მცა, როგორ შეიძლება მე რომელიმეს პატივისცემა დავუკარგო? ყველგან არიან ცუდები და კარგები, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას? საქართველოში არ არიან ცუდები? მარტო მუსულმანებზე რო ახმახვილებთ ყურადღებას, რატო ქრისტიანები ნაკლებ შვებიან? ჩადიობა პოლონეთში. ისეთ ცივად მოგიქცევიან, როგორც იმას, რა ქვია, მონას. რა მიყვარს ეს ქვეყანა? აქ არ აქვს გამოტანა, ადრე იყო და ეხლა გაუქმებული არის, უნდა ჩახვიდე ქვემოთ და გამოართვა. მაგრამ ეს როს ჩალდა შევჭა ამ ქართველები ძალიან გავაროდნენ სამწუხაროდ. მე როგორც გავიგე, აქ იმის მერე არის მოხსნილი, როცა უკვე პრობლემები დაიწყო კურიერებსა და მომხმარებლებს შორის. ანუ აღარ თვლიან საჭირად, რომ ვინმე მიცოდეს შენი კარები, სად ცხოვრობ, თუ რაღაც მაგდაგვარი რა. ალბათ ავიწროვებდნენ, თუ რა იყო, რა ვიცი, მე ქალებს ან რაღაც ეგეთი. მარია დაი. რა წარმოდგენებით ხარ? ასეთი, რა წარმოდგენებით? მადლობა გიო. ხამე გათრიო თმებით, როგორ ასმერჩით. ერთადერთი აქვს, მარტო მოხუცებთ ამ პროდუქტებს სახლში. შენ არასელეს სხვას დავუწერეო. იცი რა არის? მადლობა გიო, ზოგადად ინფორმაციის გავრცელება არის აი ერთი რო იტყვის, ხო, და მე მეორე, მესამე, მეოთხე და ყველა აყვება. საქართველოში წამოვითამაშოთ ვაიმე მეზარება დაითამაში, სხვა დროს ვითამაშოთ. აი საქართველოში წარმოდგენა აქვთ, რომ ინდოელები და პაკისტანელები არიან ბინძურები. რეალურად ნებისმიერ ადამიანი შეიძლება იყოს ბინძური. ხო, კი, მესმის, რომ რაღაცა ხო, ვიღაცები შეიძლება მართლა კონდეს სული, მაგრამ ქართველებსაც აქვთ მეგობრებო სული ზოგიერთს. თურქეთში მე რომ მუშაობდი, ზოგადად იქ ქართველები რო ცხოვრობდნენ ერთ ბინაში ცხოვრობდა ხან 8 კაცი, ხან 10 ადამიანი, ხან 15 ადამიანი, ბევრი რა, მოკლედ და ძირითადად ცხოვრობდნენ ბინძურად, სულ სვამდნენ, სასმის სული ადიოდათ და ესე შემდეგ და იქ ჰქონდათ წარმოდგენა ქართველებზე, რომ იყვნენ ბინძურები. და ყველა ყარდა სასმლის და თუთუნის სუნათ, მაგრამ ეგრე ხო არ არის. მე ყოველთვის მაგაზე მქონდა ჩხუბი ნახჩევანელ აზერბაიჯანელებთან. აი სულ მაგაზე მქონდა ხოლმე ჩხუბი. და მე სამსახურში ჩემთან ეგეთ ადამიანს არც კი ვაჩერებდი. ჩვენთან ვინც იყო, ყველა სუფთა იყო აბსოლუტურად, სულ გაწყრიალებული მქონდა ხოლმე სახლი. ხო და მასეთი წარმოდგენა მქონდა ძიქად და ეგ ხო არ არის სიმართლე, რომ ყველა ქართველი ხო არ არის ბინძური და ყველა ხო არ ყარს სასმლის და თუთუნის სუნათ, ხო?
ისე არ ყარს ყველა ინდუელი, არა ყველა რაღაცა სპეციფიკური. ვიღაცებს შეიძლება აქვთ, მაგრამ ვიღაცებს არ აქვთ. მაგრამ ესეთი სტერეოტიპი არის საქართველოში, რომ აუ კი, აქვთ, მაგაც სულ არ არის ეგრე, კაცო. გაიხარეთ ჩემო კარგო. ხო და არ შეიძლება დედა არ შეიძლება ხო კი მე ერთი რამე წამს რომ არ უნდა მიცეს ზედმეტი უფლება უცხოელ შენს ქვეყანაში გეთანხმები და მე ქართველი არასდროს არ მიცემს მაგის უფლებას უცხოელებს მაგის მჯერა ქართველები სხვანაირები არიან ხო და ვინც არის იყოს თქვენ რას გიშავებენ ხო თუ რამეს დაგიშავებენ გასცემთ საკადრის პასუხს ვაიმე კი ხო მაგაზე საუბრობდით. კი მაგ ვიდეოზე დავიწყეთ საუბარი ზოგადად, ხო? რო შეგვეცოდა ეგ გოგო ძალიან ბევრ ადამიანს შეეცოდა. აუ, რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. აი ხა მაგალითად ციგნები, ხო? საქართველოში ხო ციგნები ვაიმე ქუჩაში დადიან და ესე რა ქვია, ბინძურები ყველა არ არის მეგობრებო ეგრე. იცი თქვენ ციგნები არიან, ისეთი სუფთა, ისეთ როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანები, ძალიან კულტურულები, ძალიან კარგად ჩაცმულები, ძალიან ისეთები. მე ქუთაისში ვიტანეთ რომ მუშაობდი, მოდიოდნენ ხოლმე ოჯახით. ვაიმე ღმერთო ისეთი კულტურული ლამაზი ხალხი იყო. მე არ მახსოვს ისინი წასული იყვნენ და არ დაეტოვებიათ მაშინ 15 და 20 ლარი. 15 და 20 ლარი დიდი ფული იყო. ანუ ორი დღე უნდა გემუშავა და 15 და 20 ლარი გეშოვა მაშინ. ისეთი მომართვები ქონდათ ხო? აი ერთი წამით არ წამოვით და უნდა გავიდე ცოტა ხანში მართლა. ხვალ ვითამაშეთ, ხვალ უკეთ ვიქნები. ერთი წამით არ გაგრძნობინებდნენ რომ რაღაც შემიტანი ხარ და უნდა ემსახურო იმათ. ვაიმე არა, ვაიმე ისეთი იყვნენ. ანუ ყველა ერთი არ არის, ხვდებით? კაი დეო. არ ვიცი ჩემო კარგო კომპანია ფოროვერი. მომენატრეო. თორე დედა ახლა სისუფთავეზე თუ გინდა ევლენი ქართველი ბინძური. ჩაჯმული რო აქვთ, რა ვიცი. ამ ძოხებული რო არიან 24 საათი ოფლისუნად. ოფლისუნი, პირისუნი, ფეხისუნი, ტრაკისუნი, ყვერებისუნი, ფუჩურისუნი, ყველაფერი გამოდით ერთად. მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ეგრე არის. არ არის ეგრე, ამას ყოფილება რომ ვიფიქროთ. ვერ ვიტან ნირიახებსო. ვაიმე ხო აი პეტო მაგალითად ვაიმე მეგობრებო. დილით რო ადგება რომ მიახტებოდა იმას კუხნას და ხეხავდა ყველაფერს ვაიმე ვეუბნებოდი ბიჭო გაჩერდი მე დააპილასოსებდა მთელ სახლს რაბიც გაწმნობდა ბობოიას თმებისგან ვაიმე მე ასეთი ადამიანი არ ვიცი საჭმელს რო გააკეთებდა ხო რო შეხედავდით იმ პატარა კუხნას გეგონებოდა თითქოს საჭმელი არ გაკეთებულა ესეც სუფთავე იყო ანანო მაჭავარიანთან დაქალობის ვინა ანანო მაჭავარიანი დედა თამე ვიღაცებს ქსოლის ჩაირა ლამაზად ქონდა განათებული აბა ანგრევსო უიგო ნირიახა არის ხურო ნირიახა ხო იცი რა არის მიაწექი გოგო გააქალე მიაწექი აზექი მიაწექი გას ვაიმე კალა გორამ ყველას კიოდი საშუალება
როგორ მტკივა ცხვირი გაღიზიანებული მაქვს ძალიან. როგორ ახლა? ხადრა პარაცეტამოლი. აუ, ბაბი რო ვინ თავისუფლებს ცხოს, მაშინ განსაკუთრებით მტკივდება თავი. ეს ცხვირი ესე მთლიანად უკვე იმდენჯერ ვიწმინდა დღეში, ხო? რომ ეს მთლიანად ესე მტკივა უკვე და აქ ძალიან მტკივა ეს. აი მეწვის სალფეთქს რო ვიდებ და თიც. მე აი ესეთი გაციება ამ ხმის ქალი ვარ. მე ჯერ არ ვიცოდი და არ გადამიტანი. ამდენი ხანი თან. ესე იგი, 2 რულონი დიდი და ეხლა ვიყიდე 3 რულონი და მანამდე კიდე ერთი ის მაგიდის სალფეთქები ვიხმარე და ეხლა აქედან მაქვს ერთი დარჩენილი. ანუ ამდენი რულონი ვიხმარე მარტო ცხვირზე. დღეში ალბათ მე მგონი 1 რულონი მჭირდება. აუ, შენ ალექსის მეგობარი არ ხარ, ბინარო დაგითმო ვაჟაზე. ახლა გამახსენე თუ მეშლებაო. რა დამითმო, გას ნაქირავები მქონდა. რა მე არასდროს რა თქვი? სელენ როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ახარ? არ გადადიარ ჩემი გვერდით, ჩემს ვათხარ. როდის კითხვა გააჩნია? იმიტომ რომ ჩემს მერ მან ცხოვრობდა სხვათ. რომელ წელს? არ გადადიარ, სელე. მარიამ, პრივეტ. მიყვარ ხარ ძალიან, გაიხარე ჩემო კარგო. სელსაფერში არ ჩამოდიხარ. მოქალაქეობას რო ავიღებ, ჩამოვალ, ან ბეკარტასაც რო ავიღებ, ჩამოვალ. ბეკარტასაც შეულებრივად. სელე მიყვარ ხარ, გაიხარე. ანუ სადღაც 1 წელიწადში ჩამოვალ, გოგოებო. ყველას ვერ გნახავთ, მაგრამ ვიღაცებს გნახავთ ახლა. ძალიან მიხარია, ამბობ ჩამოვალ საქართველოში. არა, შენ იყავი სერნა მახსოვს კიო. ანუ რო ჩამოვედი, თავიდან იდეაში 3 თვით ვიყავი. მაგრამ რა თქმა უნდა ქირას ვიხდით. და 3 თვის მერე გადავწყვიტე დარჩენა და მე დავრჩი ვიყავი 2 წელი და მე გადავედი პეკინზე და პეკინზე ვცხოვრობდი 1 წელიწადი. და მაგ დროს კიდე სხვები იყვნენ მან მეცის განმავლობაში. ავრამი ვიცმე შენი რენტგენის ვიდეოზე. აი მე εκεί რო ჩამოვა აეროპორტ და ვიკენდიასთან წავა ეგრე. აეროპორტი რო ჩამოვა პირველი წავა თონეში ლავაშს ვიყიდი, მერე ყველს ვიყიდი. ექიმთან ვიყავი ხა და არ მოეწონა ფილტვები და ხვალ უნდა გავიდე რენტგენი უნდა გადავიღო. რაღაცა მჭირს. ესე იგი ისე გამომატირენ ამ ბოზიშვილებმა, ამ პიდარასტებმა. ეს თვალების ოპერაცია ხო იმის მერე ვერ გავიხარე. ღმერთო მაგენი ამოწყვიტე ერთ დღეს, ამას გევედრები, ვინც მე გამომატირა ეს ოპერაცია და იმ დღის მერე ვერ გავიხარი ავადავარ და 1000 რაღაცა პრობლემები მაქვს. არ გაახარო ღმერთო გთხოვ ეგენი. რენტგენის გადასაღებად ვიყავი მოსული კლინიკაში და
შემიყვანე რაღაც ჯერ პატარა ოთახი არ გამოსასვლელი სანამ შეხვალა გადასაღებად და იბიჭი მეუბნება ლიფი გეიხადე შიგნით და ზედა დეიტოვეო. მე ამხედა და ორსულად ხო არ ხარო. არა მე უთხარი. შევედი შიგნით დამაყენა რაცხა დანადგარზე. კერდით მიაწექიო, მივაწექი გარამიღო რაცხა, შეისუნთქე ამეისუნთქეო. მე გვერდულად დამაყენა გულის მხარეს. ხელები ამაწევია, შეისუნთქე ამეისუნთქეო. ხო და მორჩა მერე და გადიوخაო, შეგიძლიათ ჩაიცვაო და დაელოდო პასუხსო. მოსაცდელშიო და გამევედი ხ მე ვიკეთე კარები, ვიცმევ ჩემ შავ ლიფს. რომელიც 4 წელია მაგ და ვერ გავცრისე, ვერც გავხიე და რა ვიცი, რა ვიყიდი ამნაირი რო არიხევა. ხო და უცებ მესმის გოგოს ევუბნება იქანე. ეგი ქალიგერა კაცი ყოფილაო. დედა რაღა აქვს და გო რენტგენზე ჩანს ესაოხრე. ხო და ეგა რო სასმელთა კითხვაზე. აჰა, გასაგებია ჩემო კარგო, არ ვიცი რა გითხრა. მე ავიჩებ ეს აფერა დაუთმი არასდროს. კაბინეტება ქართული პომიდორი, ყველი შოთი გიჟდავკე. ჩადი მაინც არ მომეწონა. ვიღაცა რაღაცა გამომიგზავნა. რა არ მოგეწონა რო ჩახვედი? ბელგიაში ხო აქვს თონეო. და მე სად არის თონე, რა მე არ მინახია. დილაობით გიდგება, კიდე დედაშეს ურეკა. ლავაში აჩმა. აჩმის დიდად მოყვარული არა ვარ, მაგრამ ჭამ. ხვალ დამირეკავს ექიმი. ჩვენთან რო არის ეგეთი თონის პური, მე არ მინახია, ჩემო კარგო. გემე ხილი და პომიდორი აქანე. ძალიან კაი, მადლობა სოფი. მე მართლა არ მინახია კი, ბევრნაირი პურები არის. მაგრამ ცოტა გემრიელი პური არის ბელგიაში, ძალიან გემრიელი პური არის. ვერ ვიტყვი რომ უგემური არის, განსაკუთრებით კარფურის პურზე ვგიჟდები. ძალიან გემრიელი არის. ქართულებს აქვთ, არ ვიცი. აქ არის ქართული რესტორანი, მაგრამ მე არ ყოფილი ვარ სიმართლე გითხრა. ანუ რესტორანში მიყვარს წასვლა, ოღონდ თუ კუპე ექნება და ცალკე იზოლირებული. არ მიყვარს, შესაძაც ჭამის დროს ვიღაცები მიყურებენ და ყოველთვის მაკვირდებიან რატომღაც მან რო შევდოდით ხოლმე რესტორანში მიმტანიდან დაწყებული, მოხარული და დამთავრებული, ყველა გვაკვირდებოდა. ხო და წარმოვიდგინე ყველა რო გაკვირდება, როგორი რთული არის, ხო, რო ჭამო. მე მაგალითად არ მომწონს ეგეთი რაღაცეები. სელერა პონჩი არ გბლოკავს სიგარეტზეო. დაიმე ბექა. იმიტომ შემოკარგო პალაჟენია მაქვს მოყვანილი. და მაგით არ ბლოკავს ბექო, სად მიდიხარ? სე როგორ მაყოფილი ხარ ახალი სამსახურითო. ძაკ მაყოფილი იყავ, მაგრამ არ მიმიღენ. აი გამისკდა გულში არ გეიხარი ასეც მისმერე. რა ლამაზები ვართ იგე? თარსიყვარულები ვარ. როგორ გვიყვარს ერთმანეთს? თა როგორ გვიყვარს გიჟდებით ერთმანეთზე. ვაბოდ. ვაიმე. მე უჩა. Das pizza ვარ. უჩა. არ დაიწყო ჩაი, საჩამო მივიდა. ველოდები ჯერ კიდე. ჯერ კიდე ველოდები ჩემო კარგო. რამაზე მეტყვით. აი, ცხივის მწველები გიწავს კანს, გავფლიანებს.
მწვანე ხალხი მე გოგო ამომდის. ბობო ხომა კარგად კი. ვერ ხართ. ბობოს რა ენაღლება დედა. რა დარდი ამას. ადარდე საერთოდ რა ხდება ამ დუნიაზე. სტრიებისაც კაი რა დაანებეთ გაიგდა სტრიებთან, ლამაზი არის სტრიები. მეტი სადარდებელი არ მოგცეთ გოგოებო ღმერთმა. მაგაზე რო დარდობთ სტრიებზე. ეგა ჩვენი ბუნების ნაწილი არის სტრიები, ხვდებით? ბუნების ნაწილი არის, ჩვენი ნაწილი არის. ხო, ლაზერით რაღაცას თითქოს აუფერულებენ, მაგრამ მოდი რა მიიღე სტრიები, რა გასაკვირი მაგაში. მესმის ხო ჩვენთან ყველაფერი უკვირს და ყველაფერზე ღლიცინებენ და დაგცინებენ და სტრიები აქ და ყლეობები მეზიზღება. აი საქართველოს მიყვარს ძალიან, მაგრამ რომ ახსენდება ის სტერეოტიპები, რაც მანდ არსებობს ხოლმე, ხო? მე კარგება, მე ყველაფრის სურვილი, აბსოლუტურად. აქეთ ისეთი თავისუფლება არის, მაგ მხრივ ვაიმე. ძალიან მთელი გულით მინდა, რომ ესე იყოს მანდაც. აქაც იციან ესე, რა თქმა უნდა, ვიღაცეები რაღაცას გეტყვიან ყლეობებს. მაგრამ იშვიათად. აქ საშინელი. იდეაში საშინელი არ არიან, უბრალოდ ყველა ერთმანეთს ექცევა ისე, როგორც ექცევიან სხვები რა. ის იმას ეტყვის, მე ის შენ გეტყვის და შენ იმას ეტყვი და ესე შემდეგ. ხართ დაკვირვებული კუჭის ოპერაციას ვინც იკეთებს ბარიატრიას და რო სუსტდებიან, მერე ვიღაცებს ვიდეოებს რო უწევენ და ძროხას და ბოჭკას რო ეძახიან. თუ აკვირდებით, მე ვაკვირდები ეგეთ რაღაცებს. ძალიან ბევრ შევამჩნიე, ვისაც ეგ ოპერაცია გაკეთებული. რომ ეგეთი დამოკიდებულება აქვთ ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ. ხო და ეგ რა ხდება მაგ დროს ვიფიქრე მაგაზე, რომ რატო აკეთებს ამას ადამიანი? ხო რატო ავიწყდება, რომ თვითონაც ერთ დროს ებრძოდა წონას, 1000 გვარ დიეტებზე იდგა, ბევრჯერ უტირია დამცირების გამო ან ცუდად ყოფილა და რატო უკეთებს სხვას იგივეს, რაც თვითონ გამოიარა და მე მივხვდი იმას, რომ უბრალოდ იციან, სად დააჭირონ წიხლი ადამიანს. სად ეთკინება ადამიანს ყველაზე მეტად, ხო? მეტი ახსნა მე ვერ უპოვე. იმან იცის, რომ შენ თუ გეტყვის მძღნელის ბოჭკას და გასიებულს და ძროხას, იცის, რომ შენ გეწყინება ეს ინერვიულებ და სპეციალურად მაგითო გეუბნება, რომ გული გატკინოს, იმიტომ რომ იცის, რომ მაგით შენ გული გეტკინება. ხო და ეგ ძალიან ცუდი არის, მართლა ძალიან ცუდი არის. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენ გული გატკინოთ ზოგიერტს. მაგრამ ხო ადამიანები განსხვავდებით ერთმანეთისგან ძალიან. მე არ შემიძლია ადამიანს გული ვატკინო. შეიძლება ვატკინო და მე განვიცდი, რომ არ მეთქვა თქო, ეგეთი ცუდი რაღაცა თქო, მე ნერვიულობ. ხო და არიან ეთყობა, რავი ბოროტდებიან, თუ რა არის, არ ვიცი, ხო, ივიწყებ, მე ახლა როგორ დავივიწყო, ვინ ვიყავი ცხოვრებაში, ვერასდროს ვერ დავივიწყებ. საიდან მოვდივარ, რა გამოვიარე, როგორ ვიცხოვრე, ვინ ვიყავი, ძალიან ბევრ რამეს ვერ დავივიწყებ. რაღაცები ხომ ავიწყდება, ბუნებრივი ადამიანი დაგავიწყდება, მაგრამ ვინ იყავი, როგორ შეიძლება დაგავიწყოთ ადამიანს. რაღაც მიყვარს, რაღაცას რა ვიკეთებ და რომ მალავ. ძალიან. ვიცი გო ბავშვების სურათებს რომ იმას უღებენ, რა ქვია, ფილტრიანი სურათებით, კამერით და ვითომ მე ვიყავი ბავშვობაში ასეთ ლამაზია. მე რავი, ხო ყველას რაღაცა, რავი. მე მაგალითად ადრე ესე არ დავჯდებოდი ლაივში, იცი? ყოველთვის ვიბრანჭებოდი,
კარგად ვიცმევდი რომ ვინმეს არ ეთქვა რამე და მე იცი რა არ ვერ და მე მომბეზრდა და მე და მე ხო რას ვაიმე კაი რა მე რამე უნდა გამოაგზავნო შევხორდი გავთიშო ანუ ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი მე ესე ვარ სახლში ხო რატო უნდა გავიპრანჭო და დავჯდე ლაივში და გაჩვენოთ მარტო კარგად თავი ხო ხანდახან არა ვარ კარგად მე ეს პერიოდი არის არა ვარ კარგად იცით ხო ჩემი იქ გლანდების ოპერაცია გავიგე ჯოჯოხეთი გამოვიარე თვალების ოპერაცია იქ რაღაც რამე პრანჭება ხო მაგ ასაპრანჭად საქმე არა მაქვს ჩემო კარგო არც ხასიათი მაქვს და არც ესე ვარ ხო მე რა მოხდა არ შეიძლება ცხოვრებაში გქონდეს ისეთი პერიოდები რომ არაფრის ხალისი არ გქონდეს სხვა აკაუნტი არის ჩემო კარგო ვიდეო აი არ გვგუფლება რომ რაღაცა ვერ ვიყოთ ფორმაში არ შეიძლება თქვენ დავიჯერო სულ ფორმაში ხართ არ არსებული არის ალბათ არა ვიღაცები სულ ფორმაში რა იცმევ მაგრამ რა მოხდა ამაში რა არ გაცო გასაკვირი გლანდების პოსტოპერაციული პერიოდი რთულია ჩემო კარგო ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი მე არა ვარ სულ ფორმაში ანუ მე რა მოხდა ძალიან ჩვეულებრივი მომენტი არის სულ ფორმაში რა არის უნდა იყო სულ ფორმაში და გაპრანჭული თუ იყო მაშინ რავი ესკორტი უნდა იყო და კლიენტს უნდა ელოდებოდა ფეილთხე რა ხო რაც მაგები ყოველთვის გაპრანჭულები არის მაგრამ მეც საქმე რაფერი არ აქვს და მაგაზე არიან დამოკიდებულები ხო და მესმის რომ უნდა გაიპრანჭოს იმიტომ რომ კლიენტებს ემსახურება თან სიმართლე გითხრათ აქეთ მეგობრებო იმდენად ყვირი ხარ გაკრასკული აი ავტობუსში რო შეხვალ ხო თავს იგრძნობ ძალიან განსხვავებულად იმიტომ რომ ძირითადად ბელგიელი გოგოები ამოდიან სუფთა გაწკრიალებული სახით ხვდები და იმათ თოზე ჩანხარ ესკორტი ანუ ჩვეულებრივი ესკორტი ბოზივით ჩანხარ იმათ გვერდზე ისეთი სადები არიან ისე თავისუფლად არიან ჩაცმულები რაღაცა ძალიან ბუნებრივად ხო იმათ გვერდზე რაღაც დაყენებული პრიჩოსკით და რაღაცა დაგრძელებული ჩხილებით რაღაც მაკიაჟით ჩანხარ პუტანკა ჩვეულებრივი მაკიაჟს არ იკეთებენ იშვიათად მინახია ბელგიელი გოგო მაკიაჟით და სხვათა შორის სანამ აქ ჩამოვიდოდი ამბობდნენ რომ ბელგიელი ქალები არ ვარგანო ტყუილი არის მეგობრებო ძალიან ლამაზები არიან ჩისპეტერე თავები აქვს რაღაცა ლამაზი თმები ლამაზი სახე მადლობა ცირა და ბიჭებიც მიუხედავად იმისა რომ ქერები არ მომწონს ძალიან კარგები არიან ბელგიელები მაგრამ სხვათა შორის ასაკში ძალიან ბევრს აქვს გაფუჭებული პირის ღრო კარგები იქნებიანო თუ მაგის არ გითხრა ასეც არ ეთყობათ ხო ნუ არ ვიცი ხა იგრე მაგრამ ძალიან რავი ძალიან სადად არის მე ერთხელ აეროპორტში მივიდოდი და ორი გოგო იჯდა ერთმანეთს მიყოლებით მოკლე კაბები იცვათ და მოზარდები იყვნენ ხო და იმდენად ჩანდა ყვირო და თმები ფეხზე რომ გამექცა თვალი ხვდებით იმიტომ რომ სიშავე მაინც ჩანდა და ხო იცი ჩვეული ვარ რაღაცა ყველას ვაკვირდებით ხო და ორივე ეს ხონდა ფეხები გასაპარსი მოკლე კაბები ეცვათ და მოგეთ ახლა ეგრევე საქართველოში ჩაიცეს იმიტომ რომ ესენი სხვა მენტალიტეტით არიან გაზრდილები ხო მე რა მოხდა თმა აქ მოზარდი გოგო არ და თმა აქ ფეხზე უნდა გაიპარსოს და ეპილაცია უნდა გაიკეთოს მოზარდმა გოგო მამას პოსტი ნახე ვიღაცა წერდა გოგოებო ჩემი 11 გოგოსო ეპესაო რომელი ეპილაცია გავუკეთო წარმოიდგინეთ 11 სასაკში რატომ უნდა ფიქრობდეს ბავშვი რომ
ეპილაცია გასაკეთებელი. მაგრამ სავარაუდოდ დაცინია სკოლაში, მესამე ზობლოში ოჯახის წევრები და უძახიან რაღაცეებს, როგორც მე დავწუნდი ჩემ დას ხოლმე. ჩემსაც ხოდა ხოლმე აქ ესეთი თმები და ულვაშას უზაღოდი. ხება გიჟდებოდა. თვითონ ქალოიას მიზახოდა. გული დამეწვა. გავაკეთე უკვე მაგაზე Facebook-ში კომენტარი. ძალიან შემეცოდა. ვაიმე, აი რო შევხედე მაგას გულში ჩამწვა და რაღაცა ძალიან შემეცოდა მართლა. რატო აბულინგებდი? ვაიმე, ჩემდა წუნკალი იყო ძალიან. სისხლს მიშრობდა. მეც ლაზერო გაიკეთა მოგვიყევის მესურვე სამიშინია ლაზერი თვალებზე თვითონ ოპერაცია არ არის საშიში არ გეტკინება და არაფერი საერთოდ просто პირველი და მეორე სამი დღე ხან ერთი თვალი მეცრემლიანდება და მეწოდა და ხან მეორე და კარჩე სამი ღამე გავათენე რა ესე რომ ვთქვათ მაგრამ ისეთი არაფერი ხარ ვერ გაუძლო ნუ მე ისეთ რაღაცა გადავიტანე გლანდების ოპერაციაზე, რომ თვალები არაფერი არ იყო მე მგონი. არა, ჰორმონებს ჯერჯერობით არ ვსვა. ადამიანს ვიკავებ თავს, თან იგიც არ მომივიდა. ჩემი და ერთხელ დანით გავეკიდეოდე და რა ვქნა. როგორ გახახა თვალი. დღეს საერთოდ ვერ ხედავდი მაგალითად. გუშინ უკეთესად ხედავდი, დღეს საერთოდ ვერ ხედავდი. ხან მიუარესდება, ხან გამოკეთდება ოდნავ. არა, ჯერ არ დამიდგა შედეგი. თამაზა მითხრა ორ თვეში გექნება შედეგიო. ხო და ველოდები. ესეთი წუნკალი იყო, უი, ჩემი და წუნკალი იყო. მე დაალბა რო გაიზარდა, რო გათხოვდა. კი, მაგრამ მან ეს კარგად არ ნაკეთებდნენ. რას შემოკარგო? თვალებზე ლაზ ესეთი არის, ესე არის ზოგადად. ეგრევე არ გიბრუნდება მხედველობა, ამას დრო ჭირდება რო აღდგეს. ყველასთან ეგრე არის. რამე შეზღუდვები არ გაქვს. რაზე? არა, ოპერაციებს. შემოკარგო ესე არის. 2 თვიდან 3 თვემდე შეიძლება გაიზარდოს შედეგის მიღება. -2.5 მქონდა მე. მადლობა სოფია. მეც ეგრე მეგონა ოპერაცია მეორე დღეს 100% გამოვიხედავდი, მაგრამ არ არის ეგ. ნელ-ნელა გემატება. მადლობა, ნანკა. -1.5 ძალიან მეშინია ოპერაცია არ არის გაცაში. წამე ხო, რამდენიმე წუთში დაგიმთავრები. ხვალ დამირეკავს ოჯახის ექიმი და უტოვე დღეს შედეგები. ადარდი ამას. მადლობა ნანკა. დუნია. მოდი დედასთან. მოდი დედას გუჭი ხარ შენ. უნდა შეჭამა მერე. ხუჟე გიკვინე. გიკვინო კიდე მოდი ვერ გიკვინო. დრონჩზე გიკინე. კიდე გიკინო აქეთ. გიკინე დრონჩზე. მადლობა ნანკა. მადლობა გიკინო კიდე მოდი. ხუჟე გიკინო. ой, мы там гисуна ყოლ გოგისუნა. დაინახე ხა. გეძინადე. აფერიშტო. ой, მე. იო რატო გააგდო TikTok მავა არ ვიცი გოგო. მაგასა კი რამოდენიმე მეგობრო.
რა გინდა ახლა? იმეჭანები მე უნდა უკიდო დედიკოს. დედიკოს უნდა უკიდო. რა გინდა? ხალხი გიყურებს, ეგ გაგფაქტა ხალხმა რომ მკბენ. დაგინახა საზოგადოება რომ ძალადობ ჩემზე. რატომ იგინე? საკარ გეფერება ვაიმე დილით მაღვიძებს ხოლმე. გორელები დალოცე გთხოვო. გორელებო დალოცვილი იყავით. ხვავი და ბარაკა. ჩემო კარგებო. ბევრი ვაშლის მოსავალი. მე მიყვარს რომელი ვაშლი იცით? თუ იცით მაისში მოდის მე მგონი? თუ ივნისში მოდის რაღაც მოვარდისფრო ზოლებით რო არის. ვაიმე სუნი და არომატი რო აქვს რაღაც სასწაული იცით ეგ ვაშლი? რბილი რო არის რო ჩაკბეჭი. ვაიმე ეგეთი არომატული ვაშლი არ არსებობს და წვენი ხო? ზაფხულის ვაშლი. ვაიმე უგემრიელეს წითელი კი რა ვარდისფერი ზოლები აქვს. ჩვენთან ვარდისფერი ქონდა მოვარდისფრო. მერწყვი გარამცდა. თეთრი ბალი კიდე. რო ავძვრებოდით ხეს ჭიანი იყო და თავის ჭიებით ვჭამდით. რანი ჭიები მეკევა ნაჭამი. შაფრანი ვეძახოდით. მსხალი რო არის ერთი მოსახარში ეგ მსხალი იცით? ანუ თუ არ მოხარშე ისე არ იჭმევა. რა გემრიელი არის ღმერთო. ეგ გემოები მენატრება. მოგორია ბაღი და პირად გავიგე. მაისკი ვაშლის ეძახია. ხეჭეჭური, ხო ხეჭეჭური ქვია, ხო, პირველად გავიგე, რომელია სელეო. ანუ ხეჭეჭური ქვია მე მგონი, რაღაც მახსოვს ეგრე. ანუ მაგარი არის რომ მოკრებ, ვერ შეჭამ. და უნდა მოხარშო და ისეთი გემრიელი არის მოხარშული. რომ რავი რა გითხრა. თორჭამით ხარ არა. ძალიან გემრიელი არის. შემწარი ვაშლი, არ ვიცი. მოსახარში მსხალი მართლა კაი. კიდე მიყვარდა ძველი სიმინდი. ხმელი სიმინდის რო ხარშავდე. ეგეც ძალიან მიყვარდა. თეფშზე რომ დაიყარდა რომ დაჭამო ხელით. ძალიან გემრიელი არის დოკაში წვავენო. ესე ვაშლის გიდად არა ვარ, მაგრამ ხანდახან მომინდება ხოლმე. წყალში თუ ორთქლის. არა, წყალში ძველი სიმინდი მაგრები რო არის, ძალიან. მაგ წყალში უნდა მოხარშო და სკდება წყალში მერე და თეფშზე უნდა დაიყარო ჩვეულებრივად და მალის მოაკლო ჭამო ხელით. ძალიან გემრიელი არის. მსხალი გო. წყალში უნდა მოხარშო ჩვეულებრივად. წყალში იხარშება. ძალიან არომატული და ძალიან გემრიელი არის. ძველი გემოები მართლა კარი იყო ყველაფერი, რასაყვარელი გაიხარით ჩემო კარგო. ძველი გემოები მენატრება ხოლმე. ბავშვობის გემოები, ყველაფერი გემრიელი რო იყო ბავშვობაში. ყველაფერი ლამაზი რო იყო, ყველაფერი საოცარი რო იყო. შაურმა მენატრე, შენ გარაშენდი. მე თქვა ისელი ვარ, გაიხარ ჩემო კარგო. ისელი კაი ნიგვის მურაბა მიყვარს. ნიგვის მურაბა მიყვარს და კიდე მიყვარს თეთრი ალუბლის მურაბა თხილი რო აწყვია შიგნით ეგ.
კიდე მიყვარს 60 ბაღის მურაბა, ლიმონები რო აწყვია თანში, ლიმონის ნაჭრები. ეგეც კაია, 60 ვაშლის მურაბას ტორტებში იყენებენ, როგორც მახსოვს, აწყობენ ხოლმე ზემოთ. ფეიხოს კამპოტი. შებული ნეკნები რომ იყო გახსოვს, შებული ნეკნებიც მიყვარს. შანსი არა. რისი შანსი არა. კაი რაღაცები მიყვარს. ნეშოს ჭადები. ძალიან კაია, ჯრასული აქ. ეგ მურაბა რომ გიყვარს. 60 ვაშლის? რატო? ანუ ძალიან გემრიელი არის. ბებიაჩემი აკეთებდა მაგას და ლიმონს უწყობდა შიგნით. ლიმონის ნაჭრებს ისეთი არომატული იყო. ძალიან მაგარია. ხო და კაი არის მე. ხრატონა. კიდე მეზიზღებოდა ბიის მურაბა და ბიის კამპოტი. კიდე ვაშლის და მსხლის ჯემი. პავიდლოს რო ეძახოდნენ. ეგეც მეზიზღებოდა. ბიის ჯემიც მეზიზღებოდა. ჩემი საყვარელი მურაბა არის ეს რა ქვია, ლეღვის კრატუნა. ლეღვის მურაბაზე გვიჟდები. ლეღვის ჯემიც მიყვარს. აუ კი. ლეღვი. გამოვიცანი ხო. შინდის კამპოტი მიყვარდა, ხო კაკლები არ იჭმევა მაგისი. კაკლებს ვერ შეჭამ. ატმის კამპოტი. შინდის კამპოტი მე მგონი ყველას ჯობი. ფეიხოს კამპოტი კიდე ყველას ჯობი. პომიდორის მურაბა მაგნაჭამი, ყვითელი პომიდორები როა. მაგის მურაბა. საზამთროს მურაბა 8 ხრატონე, მაგრამ ძალიან ტკბილი არის. პურზე კარატა მეჭამი. პურზე კარაქემერი ლეღვის მურაბა და ჩაი. ვაიმე. ნეტა მაგდაროს. ამბოს კამპოტი კი მარწყვის მურაბაც მიყვარდა. მარწყვის კი მარწყვის კამპოტი. პაპი როგორ ახარ დაო. სელეს რომ ყოფილი ქალი როდის უნდა გახუდე. რას ნიშნავს რომ ყოფილი ქალი? ფუჩური გინდა რომ გქონდეს? კარგად დაო, შენ როგორ ახარო? გაციებული და ისევე. არაფერმა არ მიშველა. და სრულ ყოფილი რას ნიშნავს? ჩავი ციკლე. შენ არ გინატრება? კი, როგორ არა. სრულ ყოფილი. იდეალური. მამაკაცი გინდა ვინც გაგათბობს დაო. ვაიმე და იმნაირი სიცხეები მოდის. კაცის დანახვა კი რა, ჩემი დანახვა აღარ მომინდება სარკეში. ვაიმე დედაია. 30, 33, 32. კუტუების გარეშეო. რატო? ანუ კუტუებს რომ მოვიჭრენ, ყოფილი ქალი ვიქნები? შენი აზრით, ქალად მიმიღებენ, მაღიარებენ? არ მაღიარებენ ჩემო კარგო. ხო და მაგის გამო არ ვაპირებ. ხო დაწყებ ახლა ვაიმე რა იქნება, ეხლა ცხელა ჩემთვის. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ როგორ მიმიღებს და ვინ რად მიმიღებს. ეგ თემა არის ჩემთვის უკვე ყველაზე ბოლო. ადრე ყველაზე პირველი იყო, მაგრამ დრო რო გადის ხო მერე ვინად კიდია ხო, უკვე აღარ გაინტერესებს აღარავის აზრი. ხო და რა ვიცი, ალბათ ეგ კაი არის, თუ ცუდი არის ვერ ხვდები. იმიტომ რომ ხანდახან ასეთი უემოციოდ რო ხვდები ასეთ რაღაცებს არ მომწონს, იცი? თითქოს
თითქოს ბევრი რამე დავკარგი ამის გამო თქო. ემოციები, ხო? მე მგონი სიხარულის ემოციებიც დავკარგი. ვაიმე დედაია. რა გათხრაშული. რა არ გაძლევს გო? შენზე ფიქრები ჩემო იო. შენზე ფიქრები არ მაძილებს. წარმოვიდგენ როგორ წევხარ აქ. ჩემს გვერდით. და როგორ მიყურებ ესე როგორ ვუყურებთ ერთმანეთს. აი ესე ვუყურებთ მე და შენ ერთმანეთს და ესე ვკოცნით მე. ხოდა მე მილსის შემწხვება და ვიზამ და შეგიტყვი ნუგცხვენია ბაჩო გეხუტუნე მოდი ჩემთან ჩატლახმა გამაგდო გო ბიჭო მე არ გამიგდი ხარ შენით გავარდიო მართლა არ გამიგდი ხარ მე კეთი და უჩა მეორე ხო ჩემი იოანე ჩემი სელენა ხუმრობ გო ბობო მიყვარხარო ბობო აგერა ჩემი საყვარელი უჩა ჩემი ლამაზი უჩა ჩემი საყვარელი კეთი ჩემი ლამაზი კეთი ჩემი უმაღლესი უტკბილესი მეუღლე უჩა ჩემი უთკბილესი მეუღლე კეთი ჩემი უჩა ჩემი კეთი ჩემი უჩა ჩემი კეთი უჩა ჩემია კეთი ჩემი ვაუ ჩემია ჩემი გვიყვარს ერთმანეთი ვაუ ჩემია ჩემი ბობო აგერა გარათხლაშული ასე ბობოია ხანდახან რომ დევეტაკო და უკბინო თქვენ ასე გინდათ ხოლმე თქვენ ძაღს რომ უკბინოთ ასე რომ მიყურებს ხოლმე ვიდრე რომ მივარი და დავაჭირო ეს კბილები რომ ეს მე როტკივა მე მომწოლს და რომ მიბრაზდება ვიდრე ეს დროჩე ასე დაუკბინო დროჩები მოდი აგერ უნდა გიკბინო მოიმე დედა უი დედა მუშუდა ყველგა გოგიშდები გოდროჩებს რომ ხედა ასე უკბინო და ჭყვიდი მომაჭა მაგარი ჭყვიდი მომაჭა მე ჭუბება კაი მოდი ჩემთან მოდი ხო არ გეჭუბებ კაი არ გაწყალებ დედა ხო გიყვარს გაკოცე მე დედიკოს მოდი კაი მე გაკოცე მე არ გიკბეს ხო არ გიკბენ და იყავი ვაბე ჩემი ბუჯუდა ჩემი პოჭკი ჩემი სიყვარული ჩემი სიხარული ჩემი ტუტუ ჩემი პოტო გეფერები და მშვენიერი ხამშვიდობის წავედი ხამშვიდობის შემოგაგოთქმილი წილი მადლობა მე წყალში ნერც უკვე და მაგიას ლამარ ავატყუნებ თავს ვერ ვანებებო გუთითოს რომ ყვედეთ მე მწარეთ მე ხალხს მწარეთ კბეს ხოლმე თამაშის დროს რომ ვერ მოზოყავს და მე ვერ ბრავი ქენი რას წავს და მე ვერ ბრავი ქენი რას Who let the dogs out? Who let the dogs Why you gotta be so cute? Don't you know I can't resist you? Why you? Wapa doodle doodle, wapa doodle doodle, wap.
Snoop Doggy Dogg and Dr. Dre. It's like this and like that and like this and it's like that and like this and like that and it's like this and like that and like this and Dre creep to the one. ხანაკ მეედება. ნარკოს გაგეთოს ხო და მაგის მეშინია და მაგით უთხარ და ისა თუ გეშინია გულზე გადაუღეო მაშინო. რომ შვიდათ ვიყოთო ხო და მომცა მისამართი. ხაბატონ დედა რუსხობ თეთრს დღეს დავიწყე ჩემო კარგო დიეტა. დღეს ჭამე მარტო კიტრის სალათა და ყველი. ხა თვეში ერთხელ ნახევარში ერთხელ ვაბანავებ ხოლმე. ზაფხულში ცოტა მეტჯერ ვაბანავებ ხოლმე. სიცხეები თუ არის. ой მე კიტრი ვერ გადაეჭია ხო? კიტრი მიყვარს მე აქაული კიტრები მომწონს ძალიან არომატულია. ანუ შენ აიგულის ხმე კიტრში დოდოცო სოგი რანაირი ხარ მეგონი სიცხე მაქვს არა მაქვს ხა ცხელი არა ვარ და შეგრძნება მაქვს რომ სიცხე მაქვს ხალხო მე თუ რა ვირუსი მეტაკა არა საში вообще ერთი კურსი გამოვაწყენდი გუგლის 11 წლის ვარ მაგიტომ ეშინია პატარა კი არა კაი მეგობრებო წავედი მადლობა დიდი ხამემშვიდობის ტკბილი ძილი გო კაიზე იფიქრეთ კაი სიზმრებს ნახავთ გოგაცემ ხო რა ვიცი ხო რა ვიცი ხო რა დამირეკავს იქ იმეტყვის